მოგესალმებით, მე ვარ პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი. მინდა კიდევ მორიგ თემაზე ვისაუბროთ, გავაგრძელოთ ჩვენი მინი ვიდეო ლექციების ციკლი. ამჯერად დანაშაულის შეუტყობინებლობაზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში, რომელსაც თქვენ მასმედიითაც და სოციალურ ქსელებშიც რა თქმა უნდა გაეცნობოდით, არის ეს დანაშაული ძალიან რელევანტური ხოლმე. რას ნიშნავს ეს დანაშაულის შეუტყობინებლობა? აქ ისეთი სიტუაცია გვაქვს, როდესაც სხვა პირებს აქვს უკვე ჩადენილი დანაშაული, ან დაუშვათ ამზადებდნენ დანაშაულს და მესამე პირმა, რომელიც შეიძლება უშუალოდ საერთოდ არ იყოს ჩართული ამ დანაშაულის განხორციელებაში, მომზადებაში და ასე შემდეგ, არ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს ამ დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ესეც ჩვენი კანონმდებლობით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს და დამიჯერეთ საკმაოდ კაცრადაც ისჯება დაახლოებით 6-7 წლის ხარჯში მერყეობს თავისუფლების აღკვეთა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კატეგორიის დანაშაული აქვს სხვა პირებს ჩადენილი, რომელიც მერე ამ კონკრეტულმა ადამიანმა არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. კიდევ ერთხელ კარგად რომ გამიჯდოთ ერთმანეთისგან, აქ არის გულისხმობა ის პირები, რომელმაც თვითონ ჩაიდინა ეს დანაშაული, ვინაიდან ბუნებრივია, მან თვითონ თუ ჩაიდინა ეს დანაშაული, მერე ის არ არის ვალდებული, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ სადღაც პოლიციაში გაიქცეს და იქ ინფორმაცია მიაწოდოს, რომ ის მისცემ პასუხისგებაში. აქ საუბარია სხვა პირებზე, რომლებიც არ ყოფილან დანაშაულის მომზადებაში ან განხორციელებაში ჩართულები. რა შემთხვევაშია ზოგადად დასჭირდება დანაშაულის შეუტყობინებლობა? ის დამოკიდებულია დანაშაულის კატეგორიაზე. ჩვენ სამი კატეგორია გვაქვს ქართულ სამართალში დანაშაულის. ეს არის ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე, დეტალებით თავს არ შეგაწყენთ და წვიმანებით ისჯება მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობა. მარტივ მაგალითი რომ გითხრათ, თქვენ თუ იცით რომ ვიღაცა მძიმე დაჭრა ან მოკლა ან ვიღაცის ბინაში შეიჭრა და იქ ქურდობა ჩაიდინა ან ყაჩაღობა ჩაიდინა, ასეთი მძიმე დანაშაულების გაგების შემთხვევაში თქვენ უკვე პრინციპში ვალდებული ხართ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ამის თაობაზე შეატყობინოთ. ხშირი ყველაზე ასეთი შეუტყობინებლობის სიტუაციები არის შემდეგ კონსტრუქციებში, როდესაც თქვენ წარმოიდგინეთ, როცა რამდენიმე ადამიანი ერთბაშად შეიკრიბება, სპონტანურად შეიძლება ეს სკოლის ეზოში იყოს, შეიძლება სადღაც უბანში იყოს, როცა 1-2 ან მეტი პირი ერთმანეთს უპირისპირდება და ეს ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის. აქედან შეიძლება უმეტესობა უბრალოდ სეირის მაყურებელი იყოს, როგორც ხდება ხოლმე, და ამ ორ პირს შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ერთმა მეორეს დაუშვათ დანა დაარტყა და ამის შედეგად მოგვიანებით ეს ადამიანი გარდაიცვალა. სამწუხაროდ ხშირია ასეთი შემთხვევები ხოლმე ბოლო პერიოდშიც და ამაზეც ხშირად ვიღებთ ინფორმაციებს. სხვა დანარჩენი პირები უკვე, ვინაიდან ამ დანაშაულის შემსწრენი ხდებიან, ისინი ვალდებული არიან სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინონ ამ ფაქტის შესახებ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ და მოგვიანებით დაადგინდება იმ პირების ვინაობა, რომლებაც ზუსტად იცოდნენ, რომ ეს დანაშაული მათ თვალწინ იქნა ჩადენილი და მათ ეს შეტყობინება, ასე ვთქვათ, არ განახორციელეს, მაშინ მათ მიმართაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ამის დადგენა რთულია, თუ რამდენი ადამიანი იყო ადგილზე, ვინ შეიძლება იყო გამბლელი, ან მერე ვინ გაიგო ამის თაობაზე, მაგრამ არც შაცები არის დაბალი, როცა ასეთი, ასე ვთქვათ, მასიური ჩხუბი ხდება და ბევრი ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს, იმიტომ რომ თუნდაც ერთი პირის დაკავების შემთხვევაში შეიძლება მან უკვე ინფორმაცია მიაწოდოს სხვა პირების იქ ყოფნის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებს. ამიტომაც გავითვალისწინოთ ეს ფაქტი, რომ ზოგადად მარტო ის, რომ იქ ადგილზე ვიყავი და მე არაფერში არ ჩავრეულარ და მე ჩემი საქმე არ არის და გავიქეცი სადღაც და ხმას აღარ ვიღებდი, მაინც ეს სისხლის სამართლებრივად საკმაოდ არისკოა ჩვენთვის, თუ ეს ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს არ მივაწოდეთ. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მალე ისევ შევხვდებით სოციალურ ქსელებში. აბა დროებით.